მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. დროებითი საგამოძიებო კომისიის მორგის ხდომა იწყება ამ წუთებში პარლამენტში. კომისიის წევრების წინაშე დიპლომატები ვიქტორ დოლიძე და კოტე ჟღენტი უნდა წარსდგნენ. განხილვის თემა 2012 წლიდან დღემდე ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაა. დღესვე დაგეგმილი იყო პენიტენციური დაწესებულებიდან გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის ჩართვა. თუმცა სამივე მათგანმა პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა. კომისიის წევრების თქმით, დარჩენილია რამდენიმე სხდომის გამართვა, რის შემდეგაც კომისია საბოლოო დასკვნაზე მუშაობას დაიწყებს. ჩვენ 2012 წლებში და ასევე 2012 წლიდან დღემდე პერიოდში ვიხილავთ ადამიანების მიერ ქვეყნის ღალატის პროცესს, ასევე თუ როგორ ხდებოდა საქართველოს როგორც სახელმწიფოს პირდაპირ წესით დამაზიანებელი განცხადებები ქვეყნის გარეთ, ბრიუსელში, ვაშინგტონში და ასე შემდგომ და ბუნებრივია რომ დასკვნა იქნება ისეთი საგამოძიებო კომისიის, სადაც არავის ჭი არ შეეპარება იმაში თუ რა რეჟიმთან ჰქონდა საქმე ნაციონალური მძრობის სახით. მიმდინარე კვირას გეგმავენ კანონმდებლები ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით პრემიერ-მინისტრის ორი საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას. ერთ-ერთი მათგანი ჩანაცვლებით თერაპიას ეხება. შედეგად ეგრეთ წოდებული მეთადონის პროგრამას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს. მეორე ინიციატივა კი კერძო კომპანიებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვას გულისხმობს. ოპოზიცია ნარკომომხმარებლების არა დახმარებაზე, არამედ დასჯასა და კანონის ფასადურ ცვლილებაზე საუბრობს. ბოლო წლების მანძილზე განუხრელად იზრდებოდა ნარკომანიის პრობლემა საქართველოში, ამიტომაც იმ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც ყველანაირად შეუწყო ხელი ნარკომანიის ასეთ დონეზე გავრცელებას, საუბარი ნარკომანიის პრობლემის მოგვარებაზე არის არადამაჯერებელი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის და მიიჩნევა, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა იქნება ფასადური. იმდენად აბსურდულია, იმდენად ისე თქვა ეპიზოდურია ეს გადაწყვეტილებები, რომ სრულიად გაუგებარია ჩემთვის რას ემსახურება, იმიტომ თუ ნარკოპოლიტიკაზეა საუბარი, აქ უნდა იყოს გასაგები და ესე თქვა კონცეპტუალურად ჩამოყალიბებული. არის ეს ჰუმანური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ადამიანების დახმარებაზე, ზრუნვაზე არის ორიენტირებული და ნარკომანიის როგორც ესეთი სცენის დამარცხებაზე, თუ ეს არის დასჯაზე. გასაკვირველია, სიმკაცრე უნდა იყოს ძირითადად მობილიზებული მათ წინააღმდეგ, ვისაც ნარკოტიკის შემოაქვს, ვინც ნარკოტიკს ასაღებს, ვინც ნარკოტიკის გასაღებისათვის ახალი იდეები გააჩინა და ახალი სისტემების შექმნა. ეს არის დივერსია ქვეყნის წინააღმდეგ, დივერსია ქვეყნის მომავალის წინააღმდეგ, ასე რომ არა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურები უნდა იყვნენ ამ თემაში ჩართული, რასაკვირველია, დაავადების მკურნალობის საკითხიც დახვეწას მოითხოვს, რასთან დაკავშირებითაც სერიოზული ნაბიჯებია დაგეგმილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთში ამაკა ბოჭორიშვილი გაერო საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. ფორუმი მდგრადი განვითარების და ფინანსების საკითხებს ეძღვნება და მასზე საქართველოს პირველი დიპლომატის სიტყვით გამოვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური დებატების ფარგლებში ბოჭორიშვილი საუბრებს საქართველოს რეგიონულ როლზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში, ასევე ქვეყნის გამოცდილებაზე, ეკონომიკური სტაბილურობის, ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებისა და ზრდის თვალსაზრისით. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრებიც. მორგი მოწოდებები რევოლუციისკენ რუსთაველის გამზირზე საკანონმდებლო ორგანოს წინ გუშინ დღის ბოლოს გამართულ აქციაზე გამომსვლელთა ნაწილმა შეკრებილებს ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლისკენ მოუწოდეს. სიტყვის გამოსვლების დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკან შეძახილებით გადაინაცვლეს, უცვლელი იყო პათოსი. არავის მოწოდება არ გჭირდებათ საბრძოლველად. არავის დაძახება არ გჭირდებათ გარეთ გამოსასვლელად. ყველა ადამიანის, ყველა ქართველის მოვალეობა დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს. და ღალატია, რომ დაწყებულ ბრძოლას შუაში მივატოვებთ. ამ ქვეყანას ჭირდება ცვლილებები, ამ ქვეყანას ჭირდება რევოლუციური ცვლილებები. ამ მოწოდებებს ეხმიანებიან მმართველ გუნდში, ხალხის მხარდაჭერის გარეშე რევოლუცია ვერ მოხდება, ამბობენ ქართულ ოცნებაში.
ეს არის გარედან მართული პროცესები და შესაბამისად გარედან რა დავალებასაც იღებენ, იმის აღსრულებლები არიან ისინი ადგილზე. როგორც ჩანს, დავალება ამ ეტაპზე არის, რომ საქართველოში კვლავ წახალისდეს ის ძალადობრივი კამპანია, რომელსაც საბოლოო ჯამში რევოლუციის სახე უნდა მიიღოს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ქართული ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ მათ ამ პროცესში, შესაბამისად შეუძლებელია ხალხის გარეშე მოხდეს რევოლუცია მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ასე მყარად დგას საქართველოს ხელისუფლება და მათ შორის იმ დროს, როდესაც ჩვენ სრულიად ორიენტირებულები ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების გატარებაზე. ამავე საკითხზე ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი დადო პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გუშინდელი აქცია რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის დაფინანსებული იყო. ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც უკვე საჯაროდ მებრძოლების მიერ ხელისუფლების დამხობის და ყველას დასჯის პირობა დაიდო ევროკავშირის დაფინანსებული იყო. საგანგაშოა, რომ ამგვარი ქცევით ევროკავშირის საელჩო ქართველების თვალში ევროკავშირს და ექსტრემიზმს ერთმანეთთან საბოლოოდ აკავშირებს. რას ფიქრობენ პოლიტიკოსები ოპოზიციის ლიდერებისადმი ელენე ხოშტარიას ულტიმატუმზე? მართულ გუნდში თვლიან, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორი დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობაა მათ ოპონენტთა შორის. ერთიანობის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას თავად ოპოზიციის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, გუშინ ელენე ხოშტარიამ, რომელიც უკვე მესამე დღეა პარლამენტთან შიმშილობს, განაცხადა, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარს იტყვის, თუ ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს. ვისურვებდი, რომ შეგვერჩია ისეთი გზა პროტესტის, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობას არ დააზიანებდა, თუმცა ეს ელენეს არჩევანია. ჩვენ გვაქვს ყოველდღიურად კონსულტაციები, მოლაპარაკებები ოპოზიციურ პარტიებთან. ეს მსჯელობა დასრულდება და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც ჭირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ერთიანობა მნიშვნელოვანია სწორი პოზიციიდან გამომდინარე, ანუ სწორი აზრის გარშემო ერთიანობა ქმნის ძალას, რომ დაამარცხდეს რეჟიმი. შესაბამისად, თუ ამ სწორი პოზიციიდან გამომდინარე ჩვენ შევძლებთ გაერთიანებას და ერთიანობას, რა თქმა უნდა, ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. და ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა იქნება მათ შორის საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ოპოზიციას უჩივით და ფაქტურად ამ მიმართებით ზის ელენე ხოშტარია და ამ მიმართებით შიმშილოს, რომ ოპოზიცია არ შევიდეს არჩევნებში, ფაქტურად ის გამოდის წინამდე ხაზარაძისა და გახარიას პარტიის წინამდე, რადგან ჩვენ ვიცით, რომ დღეს ფაქტურად გაცხადებული აქვს ამ ორ პარტიას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და ფაქტია ის, რომ რა თქმა უნდა ჯერ თვითონ უნდა დაალაგდნენ ოპოზიციაში, თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და მე უნდა მის შემდეგ უნდა გადაწყვეტონ აი ესეთი გადაწყვეტილებები, რადგან რა თქმა უნდა ეს მისი არჩევანია, მე როგორც ქალი მას ურჩევდი, რომ შეწყვეტოს შიმშილობა. არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო გიორგი გახარიას პარტიის 12 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის პროცედურებს იწყებს პარლამენტი. საკითხის განსახილვად კანონმდებლები დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე შეიკრიბებიან. მომზადება დასკვნა, რომლის საფუძველზეც მოხდება დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევა. გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი მათ გააზრებულად გადადგეს. პატივცემთ ქართულ კონსტიტუციას, ქართულ კანონმდებლობას და შესაბამისად ჩვენ მოვიქეცით ქართული კონსტიტუციის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ხელში არ ჩაუგდეთ ოცნებას ჩვენი მანდატების საკითხი. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ პარლამენტს, ვინაიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებული იქნა, გადაწყვეტილებაც უნდათ. როგორც უნდათ. ერთპარტიული პარლამენტია, ისეთი გადაწყვეტილება მიიღო. ისინი არ ცხადდებოდნენ სესიებზე და ამიტომ რეგლამენტის გათვალისწინებით უფლებამოსილია კომიტეტმა იმჟელოს ამ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო როცა კომიტეტი განიხილავს ამ საკითხს, შემდეგ საკითხი პროცედურულად გადმოდის პარლამენტის სესიაზე და პარლამენტის სესია მიიღებს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მომდენო 12 დეპუტატზე გააკეთებს განაცხადს, სადაც გახარიას პარტიამ უნდა უპასუხოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ეს იქნება შემდგომი პროცესი და უნდა დაველოდოთ მოვლენებს. ავლაბარში გასულ ღამით მომხდარი მკვლელობა გახსნილია, დაკავებულია ერთი პირი. 62 წლის მამაკაც განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით მან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით 40 წლამდე პირი სასიკვდილო დაჭრა და მიიმალა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ელის. მე
აქედან გავინახე, რომ იქ ეკო ის ბიჭი. დიახ, თანიც დაჭრა. როგორც ვიცი, გაიქცნენ. მუშაობდი, ჩვეულებრივად ხმაური შემომესმა მანქანები გაჩერდა, გავიგე და იყო ერთი ჩოჩქოლი, რა ვიცი, ერთი ამბავი, სხვა არაფერი არ ვიცი. არავინ არ დავინახია, მე სალაროსთან მუშაობდი ნამდვილად. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაკავებულია უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათი აყვანა კომპლექსური ღონისძიების შედეგად მოხდა. დაკავებულთა შორის არიან ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანისა და ლიბიის მოქალაქეები. ამჟამად დაკავებულები მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არიან მოთავსებული და დაწყებულია პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. ხარკოვი კიდევ ერთხელ გახდა ოკუპანტების სამიზნე. დრონებიდან დაბომბილია რეგიონში მდებარე დასახლებები. ვრცელდება ინფორმაცია 4 დაშავებულის შესახებ. განადგურდა კერძო სახლები და მეურნეობები. თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა ზაპოროჟიეში. რუსულმა ძალებმა ქალაქ სტეპნოგორსკს დრონებით, მართვადი ბომბებითა და არტილერიით შეუტიეს. 9 სართულიანი კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა ერთ დაღუპულს მიაგნეს. საბრძოლო მოქმედებების პარალელურად უკრაინა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამგრძალავი კონვენციიდან გადის. შესაბამის განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. ვოლოდიმერ ზელენსკი ამბობს, რომ ოტავის კონვენციიდან გასვლა რუსეთის ყველა მეზობელი სახელმწიფოსთვის თავდაცვის კუთხით უალტერნატივო გადაწყვეტილებაა. ცნობისთვის რუსეთის შესაბამისი კონვენციის წევრი არც არასდროს ყოფილა. რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპმა. ეს განცხადება სენატორმა ლინდსი გრემმა გააკეთა. თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამ საკითხზე ჯერ არ უსაუბრია. სამხედრო ოპერაციას განაგრძობს ღაზაში ისრაელი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში ახალის დარტყმებს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. ჰამასთან ასევე ირანთან მოლაპარაკებებში ნეტანიაჰუს მის წინააღმდეგ ისრაელის სასამართლოში კორუფციის ბრალდებით მიმდინარე პროცესი უშლის ხელს. ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა. დონალდ ტრამპი ისრაელის პროკურორებს ბენიამინ ნეტანიაჰუს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების გამო აკრიტიკებს. ირანის ბირთვული პროგრამა ისე განადგურდა, როგორც არასდროს არავის უნახავს. განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში გააკეთა. ტრამპმა არ გამორიცხა, რომ თუ თეირანი მშვიდობისკენ ნაბიჯებს გადადგამს, შესაძლოა ირანს სანქციები გააუქმოს. საპასუხო განცხადებები გაკეთდა თეირანშიც. მაღალი რანგის ირანელი დიპლომატი ამბობს, რომ თუ ამერიკას ირანთან მოლაპარაკებების აღდგენა სურს, უნდა გამოირიცხოს შემდგომი ერიშები. ამავე წყაროს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ შუამავლების მეშვეობით თეირანს მოლაპარაკების სურვილის შესახებ უკვე შეატყობინა. ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ სავარაუდოდ ზიანის მიუხედავად ირანი გამდიდრებული ურანის წარმოებას რამდენიმე თვეში შეძლებს. ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კონტაქტების გაფართოების შესახებ ისაუბრა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს სამომავლო ურთიერთობებისთვის აუცილებელია. ფიქრობ, აფხაზეთში ყოველი მეორე ან მესამე რუსეთის მოქალაქეა, ჩვენ ამასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, აღნიშნა პუტინმა. სერბეთში კი არ წყდება ანტისამთავრობო დემონსტრაციები. მომიტინგეებმა ღამით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს და ბარიკადები აღმართეს. დედაქალაქთან ერთად საპროტესტო აქციები იმართება ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომას ითხოვენ და 28 ივნისის ღამით 80-მდე მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ. 2 დღის წინ გამართულ დემონსტრაციაზე სერბეთში 70 ადამიანი დაშავდა, აქედან 48 სამართალდამცველია. დღის ამბების ნახორცლად ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.g შეგიძლიათ. კურიერი 10 საათზე ამით დასრულებულია. მე გემშვიდობებით.